ეს არის პირველი გოგო, რომელმაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა MMA-ში. რასაც დავიმსახურებ ჭალებში, იმას მივიღები. Signature ნახატი არის. აუცილებლად გავაკეთებ მუზეუმს, სადაც იქნება ამ გოგონების ყველაფერი, რასაც მე მაჩუქებენ. უბრალოდ ჩემთვის ვარსებობ და ჩემთვის ვაკეთებ იმას, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ რა. სიყვარულის თქვენი თაობის ახსნა ან შენებური ახსნა როგორია? ვაფშე არ მიფიქრია მაგას. დაჩქარებული არაფერი არ არის კაი. და მეგობრობას როგორ ახსნი? ცოტა. ელე, კი მოვედი აქ, მაგრამ ზუსტად ეგ დარბაზი რო არ ვიცი სად არის. მინდა? ეკი. ვაუ, ნახე. თავისუფალი ჭიდაობის კლუბი, ვიწევთ გოგონებს. როდესაც ეს არის? MMA-ის დარბაზი ვეფხისტყაოსანი არის სადმე აქ. ვეფხისტყაოსანი დარბაზი, ვეფხისტყაოსანი ეს არის აქ შევიდე, მადლობა. სად ვარჯიშობენ გოგოები ნახეთ. საგიჟეთი. ბიჭებო, გამარჯობა. ვეფხისტყაოსანი მანდარი. ელენეს მოვაკითხეთ, აქ ვარჯიშობს. ნახე, სხვა გოგოებიც დავინახე. ვაუ, ელე. მოდი, ჩადე ხუდაო. აი, აქ უნდა გავიძროთ ახლა ხელს. როგორც არის წესი და რიგი. ვივარჯიში არ შეგიშლი ხელს, რომ მორჩები ყველაფერს, მე პატარა ინტერვიუ ავიღოთ. მანამდე ეს შენ მართლა რასაც როგორც ვარჯიშობ, ეგ გჭირდება რა. всё. მე დავისროთ მის ერთ დღეს უბრალოდ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვერთვები ამ ყველაფერში, მაგრამ არა უშავს ყველაფერს გაჩვენებს. და სხვა გოგონებსაც ვხედავ და იმასაც გაგაცნობ აუცილებლად. ნახე რა პაწაწინა დარბაზში არის. ჯერ ისეთ გახართ. მალე ბუბლიკ, მალე. 6 გოგო. 7. კარგად ვერ დავითვალე, მაგრამ 7 გოგო ვარჯიშობს. იყოთ ორივე ისეთი როგორც ვარ. შეგვიძლია? ვაუ, შეგვიძლია. ელე, მიხარია შენთან მოსვლა, რამე ხანია მინდა და ვერ მოვედი. როგორ მოხვედი რა, კარგად, შენ როგორ ხარ? მეც ძალიან კარგად ვარ, ძალიან თქვენი გადამკიდე არ ვიცი რაც ეს პროექტი დავიწყე კიდე უფრო კარგად ვარ მოკლედ გულწრფელი რო ვიყო რა. მოდი გავაცნოთ მაყურებელს შენი თავი ცოტა უფრო ისე ჩემს მაყურებელს და ჩემს გამომწერებს და ვინ ხარ, რამდენი წლის ხარ, გაგვანდე. მე ვარ ელენე გლურჯიძე, 16 წლის და ვარ MMA-ის მოჩხუბარი უკვე 2 წელია. ეს ცოცხლაზე დავდიოდი, მეკლეური ვიყავი და იქ რატომღაც არსაიდან დამებადა იდეა, რომ კრივი უნდა მესწავლა და 1-2 თვე ვეხვეწებოდი ჩემ ძმას, რომ მოდი მასწავლე და ჩემს მომითხრა, რომ მე ვერ გასწავლიო. რა თქმა უნდა დავანებდი და გადავედი დეიდა ჩემზე. ასაც 1 თვე ვეხვეწებოდი, რომ აბა იქნებ მასწავლა და მან მითხრა, რომ მე ვერ გასწავლიო, მოდი პირდაპირ ბექას დაურეკოთო. ჯერ ცოცვას ვაქცევდი ყურადღებას და მე თავისუფალ დღეებში დავდიოდი MMA-ზე. მაგრამ ბოლოს უკვე ცოცვის შეჯიბრზე რომ გავედი და რომ მივხვდი რომ არც იქ ვაკეთებ 100% და არც აქ ვაკეთებ 100%, რაღაც უნდა შევცვალო და გადავწყვიტე რომ ცოცვამ დამეტოვებინა და გადმოსულიყავი სულ აქეთ და კი გავიდა მაგის მერე 2 წელი ძალიან კაი გადაწყვეტილება მივიღე. რამდენი ხნის დაწყებული გქონდა როცა გახდი ევროპის ჩემპიონი MMA-ში? მეგობრებო, MMA-ში ევროპის ჩემპიონი პირველი გოგოა ვინც გახდა თან ამ ასაკში. აი მანდ რა ხდება? აი მაქამდე როგორ მიხვედი? ყველად შემოვედი სადაც ვარ ახლა ზუსტად. ჩემი მწვრთნელი მწვრთნელი არის ბექა ელიბაშვილი. თავიდან ჩაკეტილი ვიყავი ძალიან, არ მქონდა კომუნიკაცია სხვებთან, მარტო ვარჯიშობდი მივიდიოდი და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი ზაფხული იყო უკვე რომ პირველ ჭიდაობაზე გავედი და პირველი მოვიგე და ძალიან ვის მოუგე პირველი? უკრაინელი იყო, ერთი იანა ქვია, უგარი არ მახსოვს, მაგრამ ჯიუ-ჯიტსუს შეჯიბრები რო ტარდება, მანდ გავედი და მანდ მოვიპოვე პირველი გამარჯვება საერთოდ ნებისმიერ კომბატ სპორტში, რაც კი იმას მექნება და მაგის მერე ხანჭიდაობებზე გავდიოდი. ახლა უკვე ისე მომრავლდა ქალებიც და რაღაცა რომ ქალების სპორტში. სად მიიღე ეს ევროპის ჩემპიონობა? მოკლედ
შეჯიბრი ჩატარდა სერბეთში, ბელგრადში, თებერვლის შუაში სადღაც და ისე გამოვიდა, რომ ჯგუფში ვიყავით, მან არის ჯგუფური შეჯიბრი რა. ანუ ჯგუფში თუ ხართ 3 კაცი გაწევრიანებული, ეს 3-ო ერთმანეთს ხვდებით და მაგ გამარჯვებებით ვლინდება ვინ არის ევროპის ჩემპიონი, ან თუნდაც ნებისმიერი ტიტული რა. რამდენი კაცი ხვდებით ერთმანეთს? 3? ხო, 3 კაცი არის. მე მომწია 3 ჩხუბი იმავე დღეს. პირველივე ჩხუბე უკრაინელს. მოიცა ერთ დღეში მოგიწია? ეგრე შეიძლება? კი, ბავშვებში ეგრე არის, იმიტომ რომ წონის კლების მხრივ და რაღაცა უფრო ხელს გიწყობენ, რომ ერთი დღე მოგიწიოს და ისე გამოვიდა, რომ ჩემ წონაში ისედაც დაბალი წონა ვარ და ასაკიც შევიცვალე. და ისე გამოვიდა, რომ სულ ვიყავით 4 გოგო. და ჯგუფში ვიყავით 4, ამიტომ მე უნდა შევხვედროდი 3 სხვადასხვა მოწინააღმდეგეს და გამემარჯვებინა. ისე გამოვიდა, რომ პირველი შევხვდი უკრაინელს და მოვუგე საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. შემდეგ შემხლა აზერი და მაგას მოვუგე მესამე რაუნდში ხელის მტკივნეული გავჭიმე და მესამე ჩხუბზე ისე მოხდა, რომ გერმანელს შევხვდი და ძალიან უცნაური მოჩხუბარი იყო და მაგიტომ ესე მოხდა, რომ წავაგე ეგ ჩხუბი, ოღონდ გაყოფილი გადაწყვეტილებით წავაგე და ისე დალაგდა ჯგუფში ყველაფერი, რომ ყველას ქონა 2 მოგება და 1 წაგება, 2 მოგება და 1 წაგება და მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც მტკივნეული ჰქონდა გაჭიმული და მტკივნეული გადაწონის ყველა ნებისმიერ გადაწყვეტილებით გამარჯვებას. ეგ უფრო კაი ტიპური მოგება? დროზე ადრე დავამთავრე, გადაწყვეტილება არ დამჭირდა და დომინაცია მევაჩვენე რა. ამიტომ გადაწონა და მაგიტომ ისე გამოვიდა, რომ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ დიდად არ გამიხარ, თავიდან არ ვისროდი, იმიტომ რომ ჩემს მერე კიდე უწევდათ ჩხუბი და ზუსტად გარკვეული არ იყო. მაგრამ რო ხვდებოდი, რომ ეს ბოლო წაგება მაქვს და მაინც შეიძლება ევროპის ჩემპიონი გახდა, რაღაც სუდად მოხდა, რომ მეთქი წაგება მაქვს, არ მინდა ეგეთი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ რაღაცნაირად, მაგრამ ეგრე გამოვიდა და გავხდი ევროპის ჩემპიონი. გახდი ევროპის ჩემპიონი. რა შეიძლება? აი, როგაიგე რო გახდი, მაშინაც არ გინდოდა? ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უფრო გულთან ახლოს მოვიტანე, რომ წავაგე, ვიდრე ის, რომ ხო, მაგრამ შენ ხო სამართლიანად მოიგე. კი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც აუგებლად გინდოდა. ვიცი რომ შემეძლო, რომ მომეგო და რატო წავაგე, შეგრძნება უფრო მაწუხებს, ვიდრე ის, რომ აი რა, ყველაფერი წინ გაგჯერ ძალიან პატარა ხარ, მაგრამ სამართლიანად მოგიგია რა, ეს ხო ის არ იყო, რომ აი რაღაცა ხა შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ და მოდი მოგაიეს ხო არ იყო ევროპის ჩემპიონი გახდი, ხო? ანუ რავი რა. მაგრამ ხარია ძალიან, იმიტომ რომ საერთოდ არ წარმოვიდგინა 2 წლის რო დავიწყე, რომ ეგეთ რაღაცა საერთოდ მივაღწევდი. საერთოდ გეგმაშიც არ მქონდა. პირველად რო გავედი ევროპის ჩემპიონატზე, ისე გამოვიდა, რომ მესამე ადგილი ავიღე რა. 1 წლის წინ და საერთოდ არ ველოდი, რომ ოდესმე ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდიან რაღაცა და ისე გამოვიდა, რომ ჯერ ხო პრიზიორი გავხდი და მე ეხა რომ უკვე ჩემპიონი ვარ, რაღაცნაირად დაუჯერებელია და ჯერ კიდე არ მჯერა. გიჟია ხო, მე მახსოვს რომ უცებ ინტერნეტში აი ერთი ამბავი ატყდა და მეთქი ვინ არის ეს გოგო კაცო რა მოხდა მეთქი? თან საქმე ის არის რომ არ ვარ დიდად სოციალურ ქსელში რა, ნუ ჩემ თავს არ მე მგონი უნდა იყო და ყველა გოგოები უნდა იყოთ. ნუ ეგრეა, მაგრამ რაღაცნაირად არ მომწონს რაღაც არ არის ჩემი სტილი ეგ და მაგიტომ ცოტა ისი ბუმი მოხდა უცებ და არა ხო და უცებ მეთქი რა ხდება? პო ვინ არის სად არის ვინ არის და ვერა და ეხლა მაინც მოვედი. ალბათ ყველაფერს თავის დრო აქვს რა. რა შეიცვალა ელე იმის მერე რაც ევროპის ჩემპიონი გახდი შენ ცხოვრებაში? რა მოიტანა მან? ბევრი მაგალითად ნაცნობები ვინც ისე არ მიცნობდნენ რაღაცა და უკვე ოჯახმა გაიგო და ოჯახისგან მერე სხვებმაც გაიგეს და რაღაცა ბევრმა უკვე ისე იცის რომ ხო ის რა მოშხوارი ხარ და ჩვენ რა ხო არაფერს დაგვიშავენ და არა მე არ ვარ ეგეთი მოშხوارი რა თქვენ დაგიშავეთ არ მინდა არ დააშავოთ და არ დაგიშავეთ ხო რა ანუ ისეთი არის რომ უფრო ხალხს გონია რომ ძალიან აგრესიული და რაღაცა მაგრამ არ ვარ ბავშვი აგრესიული უბრალოდ ჩემთვის ვარ რა აი უბრალოდ ჩემთვის ვარსებობ და ჩემთვის ვაკეთებ იმას რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ რა ასაპირებ რა გეგმები გაქვს ესე წინასწარ არ ვიცი, მაგრამ რასაც მოიტანს და რა შესაძლებლობაც მექნება და რისთვისაც მზად ვიქნები და მწვრთნელი ვეწყვის რომ შეგიძლია და მზად ხარ, ყველაფერზე თანახმოვარ. აპირებ ესე იმენა გაყვე ხო? სპორტს ვაპირებ გავყვე და ჯერჯერობით რომ აქვს შესაძლებლობა რომ ვიყო აქტიური სპორტსმენი და გავაკეთო შედეგები და ვიყო ჩემი თავის უკეთესი ვერსია, რატო არა? კი ბატონო, აქ აპირებ დარჩენას. ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ
თუ შესაძლებლობა მექნება და თუ უკეთესი იქნება ჩემთვის სადმე სხვა განწასვლა, მაგაზეც წვრთნელსაც დავალაპარაკები ყველაფერი და იმის მიხედვით გავაკეთებ, თუ რა იქნება ჩემთვის უკეთესი. ყველა გოგო მეუბნება ხოლმე, რომელიც MMA-შია, რომ UFC არის, რავი, საოცნებო და მთავარი მიზანი და შენთან ეს ეგრეა? არა. არ მაქვს ესე რომ აი უეჭველი ეს მინდა, როგორც ვთქვათ, ევროპის ჩემპიონობაზე ვიყავი, რომ არასდროს წარმომედგინა და უცებ გავხდი, ანუ ისე ვარ, რომ არ ვფიქრობ, რომ აი ეგრე აღმოჩნდები იქაც რა. ხო, აი არ ვიცი რა, რაც იქნება, ანუ არ ვარ უწინააღმდეგე არაფერზე საერთოდ რა. რასაც მოიტანს დრო, რასაც დავიმსახურებ ჭალებში, იმას მივიღებ, იმიტომ რომ რავი, არ მიყვარს ეს დიდად აი ეს გეგმა მაქვს და რაღაც. რაც იქნება. თუ იქნები, ძალიან კაი, თუ არ იქნები, არც იქნება. რაღაცა იქნება. რაღაც სულ ესე უღარ იქნება. რაღაცა იქნება. თავისუფალ დროს რა შვები ხოლმე? თავისუფალ დროს ძირითადად ვატარებ სახლში, იმიტომ რომ რაღაცნაირი ჩემთვის ყოფნა მირჩევნია და მაინც შენთვის ტიპი ხარ, ხო? კი, ველოსიპედი მყავს და იმითი დავდივარ ხოლმე, მყავს დეიდაშვილი, იმასთან ერთად თამაშობ და რაღაცა. ყველაზე კარგად მაგასთან ვარ ხოლმე და ძირითადად სახლში ვარ ჩემებთან და სკოლა თუა, სკოლაში დავდივარ და მე ვსო. რას თამაშობ? აი ხოლმე ნახე როგორი კითხვები მიჩნდება, აი რა. შენ ხარ 16-ის, მე ვარ 26-ის. მარა. просто იმდენად ჩამოყალიბებულა და ისე მელაპარაკებით, ანუ ვერ ვაიდინ რა ქვია მაგ სიტყვას აღარ ვერ ვაიგივებ, რომ ხარ პატარა რა. ხო, თან რომ მეუბნები რომ ესე ვთამაშობ, просто რითი თამაშობ? ისე თამაშობ და მე და ჩემ დეიდაშვილს. აი რითი ერთობი ხოლმე ხო, მე და გასაკეთებ. ჩემ დეიდაშვილს გვიყვარს სამაგიდო თამაშების თამაში. და ერთმანეთს ისე გვესმის და ისე აი ხუმრობებით და რაღაცა ისე ვიცით ერთმანეთის რა ვერ მოიწყენ რა ერთმანეთს რაღაცას მეტყვი, რაღაცას მეტყვის, მე გოგოა თუ ბიჭი? ბიჭია და ბიჭი, პატარა და ძალიან კარგად ვერთობით. სიყვარულის თქვენი თაობის ახსნა ან შენებური ახსნა როგორია? რა არის სიყვარული? ჩემი აზრით ან როგორი უნდა იყოს რა? ვაფშე არ მიფიქრია მაგას. შეყვარებული არ ხარ ჯერჯერ? არა. ისეთი, რავი, ისე მგონია რომ ანუ დაძალებით არაფერი არ გამოვა რა. დაჩქარებული არაფერი არ არის კაი, იმიტომ რომ თუ დაჩქარებ ის შეიძლება მალევე მორჩეს და კი, არ დავიჩქარ. მივენდოთ სამყაროს რა. ესე გამოდის. დრო ყველაფერს თავისით მოიტანს. და მეგობრობას როგორ ახსნი? ეგ ცოტა მეგობრობას ისე ავხსნიდი რომ ანუ არ უნდა აი რაღაცნაირად არ უნდა იმდო სხვას მთლიანად არასდროს რა და არ უნდა გქონდეს თქვათ ყველაზე მეტად უნდა გქონდეს შენი თავის იმედი რა ყველაზე დიდი მეგობარი შენი თავი უნდა იყოს და ყველაზე მეტად რაც არ უნდა ადამიანი ყავდეს გვერდით მაინც შენი თავი გაგიგებს რა აი შეიძლება რაღაცას გრძნობდე და ხშირად მქონია მაგალითად რომ ანუ რაღაცას ისე ვაკეთებ რომ არ მსიამოვნებს რომ აკეთებენ რომ ვერ ხსნი რატო არ მსიამოვნებს მაგრამ მე ვიცი რომ არ მსიამოვნებს და არც ვიღლი თავს იმისთვის რომ სხვას ავხსნა რომ აი არ მინდა რომ ესე იყოს რა უბრალოდ ჩემთვის მირჩევნია ყოფნა და მგონია რომ ანუ საჭიროა ის ადამიანები იმ ადამიანების ყოლა უბრალოდ იმდენად არა რომ მე აი ვთქვათ და აღარ იყვნენ ეგ ადამიანები შენ ცხოვრებაში ძალიან განიცადო მაინც შენი თავი პირველი ხო ამას არ ვიზახი რომ საერთოდ მარტო ყავს ძალიან ბევრი კაი ადამიანი გვერდში უბრალოდ ყოველთვის მირჩევნია რომ მარტო ვიყო და ყოველთვის მირჩევნია რომ ჩემ თავთან რაღაცნაირად ისე ვიყო რა აი ხო ჩემი თავის ადამიანი ვარ არ მიყვარს ძალიან აი ხა მაგალითად რო იზახიან ბევრჯერ რა მაგალითად დიდარ ჩემს ან ჩემი ოჯახის წევრებს რა ზოგადად თქოს რომ აი ეს ევროპის ჩემპიონი არ მიყვარს აი ძალიან არ მიყვარს ეს ხასრავს ამენი იმიტომ რომ მე უბრალოდ ადამიანი ვარ რა თავი და არ მინდა ადამიანი ვარ რომელიც ანუ კი მაგ რაღაც მიღწევები მაგრამ ანუ არ მინდა რომ ამ მიღწევებმა ჩემი ადამიანობა გადაწონოს რა ეგრე არ არის არ გადაწონოს აუ ეს მაგრამ ის რომ მგონია რომ შეიძლება რაღაც ეგრე იყოს სადა რომ გაიზრდები მე უფრო იმასიზა ვიკაიფო მაგითაც ნახე ეგ ხო შენი ადამიანობით მიღწეულია რა ეგ ხო იმ ყველაფრით არის მიღწეული რაც შენ გააკეთე რა ეგ ხო პროსტა ისე ვიღაცას ჯიბეში არ ჩაუდია შენთვის რა ამიტომ უნდა იამოყო ნახე ჩვენ თუ ჩვენ თავს არ მივეცით ნახე ჩვენი თავი ხო ამბობ რომ შენი ყველაზე კარგი მეგობარი შენი თავია ნახე მაშინ შენი ყველაზე კარგი მეგობარი თუ შენი თავია ჩემს აზრს გეუბნები რა მაშინ იმ შენს კარგ მეგობარსაც მადლობა უნდა უთხრა რა და ისიც უნდა აკაიფო გესმის მარტო ის კი არა რომ მარტო ჩემთვის მინდა არა იმასაც უნდა უთხრა რომ იცი რა ჯიგარი ხარ რა მადლობა რა რომ გამომყევი და აი
აქ უკვე ეგეთმა რაღაცებმა აღარ უნდა შეგაფერხოს რა. რატო? პირიქით, ნახე რამ ხელა რაღაცა გააკეთე 16 წლის ხარ. და ტიპი წახვედი, მოიგე ევროპის ჩემპიონი გახდი, რავი, საქართველოს მოუტანი ისტორიული медали, არ ვიცი. და ამისთვის შენ თავს ფიქრობ, რომ მადლობის ღირსი არის რა. არა, იქ თავისთავად ნახე მაგაზე არის სახე, უბრალოდ ისეთი რო ჩემ თავთან მაგასთან რაღაცნაირად ძალიან თავმდაბლობაც არა. ხო, ნახე, არ არის კი, მაგრამ ანუ რაღაცნაირად ვერ ვაკეთებ იმას, რომ აი სხვას აი რომ ეკითხებიან, ვთქვათ გაცნობაზე რაღაცა, აი საერთოდ არ მახსენდება რომ უნდა უთხრა რომ ეს სპორტში ვარ და ეს ევროპის ჩემპიონი ვარ. არა, ეგრე შეიძლება არ უთხრა, მაგრამ ნახე, ვინმე რომ გეტყვის რა იცი რა, ეს აი ეს ევროპის ჩემპიონია ეს რაღაცა, ანუ ამით კი არ უნდა რაღაცა პირიქით რა, ანუ არა, ხო, უბრალოდ ძალიან მაგარი რაღაცა ქენია, ნახე. ძალიან იშვიათია, რომ ეს 16 წლის ბავშვი რა, ბავშვი ხარ ახლა, ხო? მართლა ბავშვი ხარ რა. ჩემ დროს მე რო 16 წლის ვიყავი, გეფიცები სილაში ვიყავი რა, მართლა უყონთ ესე რაღაცებს ვაკეთებდი. აი ჩემ დროს ეგეთი ბავშვობა იყო რა და ეხლა 16 წლის რო ევროპის ჩემპიონი ხდები, ცოტა ამისიც უნდა გქონდეს რა, რომ კი რა ევროპის ჩემპიონი. ეხლა არ მაქვს ისწვი დაჯერება და ის რაღაც, მაგრამ მომავალში შეიძლება მქონდეს, არ ვიცი. არა, უეჭველი გექნება. მაგით უნდა იამა, ეგ ნახე როგორ რაღაცა ეგ არის შენი შრომის შედეგი რა, ამით უნდა იამაყო, რომ კიდე უფრო მეტი შეძლო შენმა სხეულმა რა, იმასაც ჩვენ თავსაც ჭირდება ზოგჯერ რომ აი მიდი რა ჯიგარი ხარ. მითხრეს ისიც მითხრეს რომ აი შენ რო ძალიან დიდი მიღწევები გექნებაო არ დაგვეწყო და მეთქი არ ვაჩერე. არ რატო თუ შენთვის რაღაცას წარმოადგენ რატო და დაგივიწყო ხო არა? ეგ იცი რატო? იმიტომ რომ თავში ნახე თავში ავარდნას ხარი და უბრალოდ იმის დაფასება შენმა თავმა რაც მოგიტანა ეს ჩემი აზრია უბრალოდ რა ის რაღაცას კი არ გასწავლი რა მე ესე ვფიქრობ რა. ადრე მეც ეგრე ვიყავი რაღაცას რო გავაკეთებდი ჩემ თავთან რა ერთმადლობას არ ვეტყოდი რა და აი პროსტა მქონდა რა ესე მიშვებული რა ვითო ვალდებული ვიყავი და მე რო უცებ ცოტა საქში რო შევედი და მივხვდი რომ ამ ჩემმა თავმა იმდენ რაღაცას გაუძლო იქეთ და იმდენ რაღაცაში მომყვა რომ იცი რა ერთხელაც ჭირდება რა შენ თავსაც რომ იცი რა მადლობა რომ მომყევი აქამდე აი რაღაცა ის რა ამ რჩევას გიტოვებ რა რომ პირიქით ზოგჯერ აწე თავი მხრები და იმენა ხო მე ვარ რა ეს უნდა და იმისთვის მაინც რომ შენ თავს მიცე ის მადლიერება მოდით გოგონებო ხოდა ჩემს მეუნება ეგეთ რაღაცებს რო რატო ხარ ეგ რაღაც მაგრამ მოარდა რა ვქნა მერცლი ხარ დღეს ისე გამოვიქეთ შენთან სხვა საჩუქრები ვერ მოვასწარი მაგრამ აუცილებლად გამოგიგზავნი ბოქს სადაც იქნება იქ რაც მინდა რომ გაჩუქო და სანამ იმ ყველაფერს გაჩუქებ NM ქართული კომპანია რომელიც აკეთებს USB კაბელებს რა დამტენებს და ზრუნავს თან სამყაროზე რა და ერთი ძალიან მაგარი გამოგონება გააკეთა ნახე ესეთია რა ამას გაგიხსნე ახლა ნახე ქალები სპორტში და ტენე რა გავაკეთეთ კოლაბორაცია რა დამტენია თან ჩამოსაკიდია თან ტელეფონს ტენი რა ესეთ გეგმებით ხარ რას ველოდო ჩემგან რას იგიჟეს ჩუმად რო გადიხარ და ჰოპ ევროპა მოვიგე ჰოპ სოფიო მოვიგე ხო ახლა ზაფხულში აგვისტოს ბოლოს იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატი და სად აბუ-დაბიში აუ წამოვიდეთ უნდა ხო წავიდეთ და კომპანიები გჭირდება travel კომპანიები გჭირდება ვინც გაგვიშვებს ელენესთან აბუ-დაბიში და გავაშუქებთ მსოფლიო ჩემპიონატს როგორ მოიგებს მსოფლიოს ეს გოგონა უკვე ევროპის ჩემპიონი არ და გავიწყდეთ მოკლედ თუნდაც მოიფიქრეთ ამ კოლაბზე შემოგვეხმიანეთ ეხლა კი რაც აპირებ ხო ჯერჯერობით მომზადება ახლა დავიწყეთ აი რახან -18 არის ისეთი წესი აქვს მაგ ორგანიზაციას რომ თავში ჩხუბი არ შეიძლება ამიტომ მიწევს ისევ ტანში გადასვლა და ცოტა განსხვავებული სპარინგები და უფრო ინტენსიური სპარინგები იქნება მაგრამ მომზადებას დავიწყებთ რაღაცა და არ ვიცი რას ველოდო მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი თავის მაქსიმუმი მინდა რომ გავაკეთო ყოველ შემთხვევაში და რა როგორ იქნება მაგას უკვე ყველაფერს ნახავთ არ ვიცი, რა გითხრათ მეგობრებო, იცნობდეთ ჩვენს გოგონებს, ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს სულებს და გულებს მომავალ თაობას, ვაფასებდეთ, გულშემატკივრობდეთ და არ ვიცი, გამოგვიწერეთ, გამოყევით და უბრალოდ გვიგულ შემატკივრეთ ერთად, იმიტომ რომ კიდევ ძალიან ბევრი მაგარი გოგონა და გაგაცნოთ. მე კი აქ დაგემშვიდობებით. რაებით, ელე. წარმატებები სულ და გიჟი ხარ, არ ვიცი, გიჟდები შენზე. ძალიან მაგარი ხარ, ძალიან. ხელი უნდა მოგიწერ არ დაგავიწყდეს. არ გამითიშო, ეგ სულ დამავიწყდა, ისე შევყევი შენთან ჭორაობას.
მოკლედ რაც ეს პროექტი დავიწყე, ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი არის, ჩემი გმირები და რესპონდენტები რომ ჩუქნიან თავის ნივთს რა, თავის ხო რა, ნივთი? რა დავარქვა? ნივთი, რავი რა. ხო და ის არის ელენეს, რავი, ხელთათმანები პირველი ევროპის ჩემპიონი გოგონას ხელთათმანები და ამას აუცილებლად ერთ დღესაც აუცილებლად გავაკეთებ მუზეუმს, სადაც იქნება ამ გოგონების ყველაფერი, რასაც მე მაჩუქებენ რა და მაგისთვის ვაგროვებ ამ ყველაფერს და ასე რომ უნდა მომიწერო ხელი. დავაი, აქეთაც მაშინ ორივე რო იყოს. და მიმიწერე აქ ქვემოთ ლილუს. ოკეი. რომელი ვინმე მართვას ჩემი იყო და რაღაცეები. ვინმე მართვას ჩემი. არის ისე, მაგრამ ეს ჩემი რაღაც signature ნახატი არის, სადაც ყველგან ხო, ეგ იგულისხმობ როცა. ყველგან მაგას ხატავ, სადაც ჩემი ძლია. აქ დავიწერე. იმენა სპორტსმენი. მიდი.